შენ თავს ხმამაღლა თუ ესაუბრები ხოლმე, ნუ გეშინია. გიჟი არ ხარ. ადრე საკუთარ თავთან საუბარი მენტალური დაავადების სიმპტომად მიიჩნეოდა. თუმცა კვლევებმა დაადგინეს, რომ რეალურად საკუთარ თავს მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ესაუბრებიან. ერთ-ერთი კვლევა ბრიტანეთში, ბენგორის უნივერსიტეტში ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ის, ვინც ხმამაღლა კითხულობდა, უფრო კონცენტრირებული იყო იმასთან შედარებით, ვინც ჩუმად აზროვნებდა. ახლა გეტყვის სამ მიზეზს, რატომ არის საკუთარ თავთან საუბარი სასარგებლო. პირველი, იმაღლებს კონცენტრაციისა და მოტივაციის უნარს. როცა რთული ამოცანის წინაშე გახარ, მაგალითად მნიშვნელოვანი გამოცდა გაქვს საკუთარ თავთან საუბარი, გეხმარება რომ საკუთარ თავს შემოუძახო და გაამხნევო. მაგალითად, ბარბარე, შენ ეს შეგიძლია. მეორე, გვიმსუბუქებს სტრესს. როგორც მეგობართან საუბარმა შეიძლება დაგავიწყოს პრობლემები, ასევე საკუთარ თავთან საუბარმაც შეიძლება გიშველოს. ხანდახან გვგრძნობთ, რომ ემოციები გვაწვება, ვართ ნაწყენებიან გაბრაზებულები. საკუთარ თავთან საუბარმა შეიძლება გვიშველოს და დაგვეხმაროს, რომ ეს ემოციები უკეთესად გავიგოთ და გადავამუშავოთ. მესამე, გვეხმარება იდეების მოფიქრებაში. ხანდახან როცა რაღაც ახალს იგონებ, ან პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებ, საკუთარ თავთან საუბარი შეიძლება დაგეხმაროს, რომ იდეები ხმამაღლა გააჟღერო. შენ თავს მოусმინო და კარგად დაინახო გამოსავალი. თითქოს ერთი კი არა, ორი ადამიანი ფიქრობთ ერთად. და შენ ხშირად ესაუბრები საკუთარ თავს. დაგვიწერე კომენტარებში.